საღამოშიტობის 10 მარტს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები შემცირდა და ერთ თვიან პერიოდში კორექციამ 9% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ნავთობის საშუალოდ 14%-ით არის გაიაფებული. ბრენტის ღირებულება $70 შეადგენს, WTI-ის ფასი დაახლოებით $67-ია. რუსული ნავთობის ფასს რაც შეეხება ბარელი ურალსის ღირებულება $65 მიდამოებში ფიქსირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეზერვების შევსებას აანონსებს. ნათიათურნავას შეფასებით ქვეყანაში ვალუტის კარგი ძლიერი შემოდინება, რაც ეროვნულ ვალუტას ამყარებს და ამავე დროს თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და ის მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით თებერვალში საერთაშორისო რეზერვების $202 მილიონი შემცირების მიზეზი მთავრობის ოპერაციები გახდა, რაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. თურნავას თქმით, სეფს არც იანვარში და არც თებერვალში სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილება თეთრის 10 მიასედი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2 ლარზე და 78 თეთრზე მრგვალდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ვალუტა ევროსთან მიმართებით თეთრის 19 მიასედით გამყარდა. შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 2 თეთრის ფარგლებშია. ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან მიმართებითაც და მისი ღირებულება 3 ლარზე და 59 თეთრზე მრგვალდება. თურქული ლირას ფასი 7 თეთრი და 60 მიასედია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ერთ მსესხებელზე ან ურთიერთ დაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფებზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენება 100,000 ლარის ნაცვლად 200,000 ლარი იქნება. საქართველოში მშენებლობის ინდექსის ზრდა შენელდა. საქსტატის განახლებული მონაცემებით იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით არის შემცირებული. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.9%-ით. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შემოსასვლელში კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაითქმება. ისთვისაც მთავრობა 540,064 ლარს გადაიხდის. თებერვალში საერთაშორისო რეზერვების $202 მილიონი შემცირების მიზეზი საქართველოს მთავრობის ოპერაციები გახდა, რაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. ნათიათურნავას განმარტებით ეროვნულ ბანკს არც იანვარში და არც თებერვალში სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით უკანასკნელ პერიოდში ლარის გამყარებიდან გამომდინარე სები სავალუტო რეზერვების შევსებას, ანუ ბაზარზე დოლარის ყიდვის დაწყებას გეგმავს, თუმცა დაგეგმილი ოპერაციების მოცულობაზე წინასწარ კომენტარი ნათიათურნავამ არ გააკეთა. წლიურ ჭრილში საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები $512 მილიონი, ანუ 11%-ით არის შემცირებული. რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება და საგარეო ვალის მომსახურება აისახება დინამიკაზე, როდესაც გეგმაზომიერად ხდება საგარეო ვალის დაფარვა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, შემიძლია გითხრათ, რომ იანვარ-თებერვალში ჩვენ არანაირი ინტერვენცია არ გამგეხორციელებია, არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია უცხოური ვალუტა ბაზარზე. მარტიდან იწყება უკვე ის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ პირიქით შევავსოთ რეზერვები და შევიძინოთ ვალუტა ბაზარზე. ეს ქვეყნდება ხოლმე შემდეგ თვეში, არ არის მიზანშეწონილი, რომ უშუალოდ ეხა ამ პერიოდში რას ვაკეთებთ, რომ ეს ვთქვათ, იმისთვის რომ სპეკულაციური განწყობები არ წავახალისოთ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყანაში კარგი ძლიერი შემოდინებებია ვალუტის, თქვენ ხედავთ კიდევაც, რომ ლარი გამყარდა კიდევაც ეს პერიოდი, სწორედ ამის გამო თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია 2.4%, ანუ ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ რეზერვების შევსების დაწყებას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ასევე უკითხეთ, როგორი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ურთიერთობების სტატუს-კვო. რაზეც ნათიათურნავა განმარტავს, რომ ფონდთან მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის სტრატეგიული პარტნიორია.
სავალუტო ფონდს რაც შეეხება როგორც მთავრობა, ასევე ეროვნული ბანკი ვაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, მუშაობას. მე ერთი თვის წინ ვიყავი კიდევაც IMF-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრაზე, გავხდით ამსტერდამში, იქაც ჰქონდა საშუალება რომ შეხვედროვდი კოლეგებს. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნია, რომ სავალუტო ფონდი არის ჩვენი სტრატეგიული, ესე იგი, პარტნიორი და მხარდამჭერი უწყება. მე დეტალებს ახლა თავს შევიკავებ, არ გავამხელ, მაგრამ პროგრამა ყოველთვის ისეთი უნდა იყოს და ასეც არის სავალუტო ფონდის სტრატეგია და პოლიტიკა, რომ ის ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს და რა თქმა უნდა ავსახავთ ამას ყველაფერს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მისია ქვეყანაში 29 იანვარს ჩამოვიდა. შეხვედრები 4 თებერვალამდე გაგრძელდა. პრეს-რელიზი ფონდის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტამდე მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფონდის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ამ შეხვედრების მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივების შეფასება და მთავრობის ეკონომიკური გეგმების განხილვა იყო. ფონდის მიერ ვიზიტამდე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ვიზიტი IMF-ის პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ითვალისწინებდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი ორმაგდება და 200,000 ლარამდე იზრდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაუჭირა. ამ ცვლილებით მსესხებელზე გაცემული მიკროკრედიტის ოდენობა იქნება ორჯერ მეტი, ვიდრე აქამდე დაშვებული იყო და ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნებიც. რა იცვლება მიკროსაფინანსო სექტორისათვის მიკროკრედიტის ოდენობის გაორმაგებით და როგორ აისახება ეს ცვლილებები მომხმარებლებზე. ლუცე შუბაშვილი მოგვიყვება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი ორმაგდება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად მიკროკრედიტის ზღვარი დღეს მოქმედი 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მიკროკრედიტის დღეს არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება მსესხებლების შენარჩუნება. ცვლილებების მიზანი კი მიკროსაფინანსო სექტორში ახალი პროდუქტების განვითარება და მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშნული ცვლილების მიზანია მცირე მეწარმეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს დაფინანსება, რომელსაც ისინი აქტიურად იყენებენ თავიანთ საწარმოო პროცესების განვითარებისთვის, დამატებით ინვესტიციების განხორციელებისთვის და ასე შემდეგ. აღნიშნული ცვლილების შემდეგ ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეიძლება დამატებით პროდუქტების დანერგვა, როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ცვლილება ამ მიმართულებით 2017 წელს განხორციელდა, 2017 წლის მერე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელი ორჯერ მეტად არის გაზრდილი, ასევე ეკონომიკის ზომა ორჯერ და უფრო მეტად არის გაზრდილი, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს და გააჯანსაღებს ზოგადად დაკრედიტების მიმართულებას და ასევე გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მცირე მეწარმეებისთვის. გაიზარდა ბაზარი, გაიზარდა მოთხოვნა და ამიტომ გვინდა რომ ცოტა მეტი საფინანსო სერვისის, ასე ვთქვათ, წარდგენის და გაცემის შესაძლებლობა მივცეთ და გავზარდოთ ამ კონკრეტულ სეგმენტში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. თავად მიკროსაფინანსო სექტორის სესხის ლიმიტის გაზრდას ერთ წელზე მეტია ელოდება. სექტორში მოლოდინი აქვს, რომ ცვლილებები მისვეებს საშუალებას მისცემს არსებული კლიენტები შეინარჩუნონ და მათ გაზრდილი ლიმიტით დაკრედიტება შესთავაზონ. კომპანიებში ამბობენ, რომ სესხის ლიმიტის ზრდა დადებით გავლენას მოახდენს მისვეების მიერ გაცემულ საპროცენტო განაკვეთებზეც. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში მოლოდინი აქვს, რომ ლიმიტის გაზრდის შედეგად სექტორის საკრედიტო პორტფელში სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხების წილი გაიზრდება. ერთის მხრივ ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, რომ უფრო კონკურენტულ გარემოში ოპერირონ, კერძოდ შეინარჩუნონ თავიანთი მომხმარებლები ცოტა უფრო დიდ ხანს გაზრდილი ზღვრის ნაწილში და გარდა ამისა, ახალ, ასე ვთქვათ, სეგმენტზეც გავიდნენ, რაც მათ მისცემთ უფრო სწრაფი ზრდის საშუალებას და ასე ვთქვათ, უფრო კონკურენტული პირობების შექმნის საშუალებას ბაზარზე. ეს ზღვარი მათ შორის ალბათ იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი იმისა, რომ გარკვეულწილად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების კუთხითაც უკვე იქნას, ასე ვთქვათ, გაზრდილ ზღვარში ახალი პროდუქტების შეთავაზებები გაკეთებული და ვფიქრობთ, რომ სექტორის კომპოზიციისთვის ბიზნეს სესხების დაკრედიტების მიმართულებითაც ეს ცვლილება იქნება ძალიან კარგი მოტივატორი და ასე ვთქვათ, საფუძველი. ჩვენი ძირითადი ფოკუსირება მიკროდაკრედიტებაზე არის. თუმცა ჩვენი მომხმარებლები დროის განმავლობაში იზრდებიან, ვითარდებიან და შესაბამისად
უკვე საჭიროებები სცდებოდა მათი 100,000 ლარს და გამოდიოდა ისე რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა საქმიანობიდან უკვე გადიოდა. ამ ცვლილების შედეგად კი უფრო მეტი შეთავაზება ექნება ბიზნეს და შესაბამისად უფრო მეტი კონკურენტული პირობა იქნება, რაც უზრუნველყოფს საბოლოოდ უკეთესი პროდუქტის მიწოდებას მომხმარებლისთვის. როგორც წესი, რაც უფრო დიდი არის, ეს კი მით უფრო ნაკლები არის საპროცენტო განაკვეთი, აი ამ მასშტაბზე, მიკროდაკრედიტებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს ერთი და მეორე ზოგადი პოლიტიკაც აქეთკენ მიდის, რასაც მე ვაკვირდები, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს. ამ დროისთვის მიკროსაფინანსო სექტორს თითქმის 2 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტები აქვს გაცემული, საიდანაც დიდი წილი, 1,100 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. დაკრედიტების გაზრდილი ლიმიტის სანაცვლოდ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დამატებითი მოთხოვნების განუსაზღვროს. კერძოდ, რისკების დასაზღვევად მარეგულირებელს უფლება ექნება მისოებისთვის კაპიტალის მოცულობის გათვალისწინებით, საკრედიტო კოეფიციენტების სახით დამატებითი მოთხოვნები დააწესოს. სავარაუდოდ ალბათ ექნება შეზღუდული თავად მათ აქტივებში რამდენი ასეთი სესხი შეიძლება იყოს კაპიტალთან მიმართებაში, რომელიც ერთი სესხებლისაც ვთქვათ კონცენტრაცია კაპიტალთან მიმართებაში შეიძლება დაწესდეს, რომ არ იყოს რაღაცაზე მეტი. საიმისოდ, რომ ერთი სესხებლის და სესხის გაფუჭებამ არ იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა მერე უკვე კომპანიის ასე ვთქვათ რისკების პარამეტრებზე. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მიკროკრედიტის ლიმიტის გაორმაგებას მხარი უკვე დაუჭირა და მოუდინია, რომ საკანონმდებლო ორგანო შესაბამის ცვლილებებს უახლოეს კვირებში დაამტკიცებს. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსურ მაჩვენებლებს, 2024 წელი ორგანიზაციებმა გაზრდილი მოგებიანობით დაასრულეს. გასულ წელს მისოების ჯამური წმინდა მოგება წლიურ ჭრილში 6.6% იყო გაზრდილი და 133 მილიონ ლარს გადააჭერბა. ჩვენი მიზანი არა ჯარიმები, არამედ სხვადასხვა დარღვევის პრევენცია, ასახსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბანკებისათვის განსაზღვრული ჯარიმების ზედაზღვარი გაზრდილია. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარისას დღეს ნათია თურნავამ თქვა, რომ ჯარიმებთან დაკავშირებული საკითხი ბოლო 15 წლის წინ გადაიხედა და მათ შორის სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით ის განახლება საჭიროებდა. ბანკების ფულადი ჯარიმების განსაზღვრელი ბრძანებით ბანკებისათვის პოტენციური ჯარიმის ზედაზღვარი გაათმაგდა. თუ ამ დრომდე მაგალითად ჯარიმის მოცულობა საზედამხედველო კაპიტალის 1/100, 5/100 ან 1/100%-ით იყო განსაზღვრული, ახლა მას დაემატა საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ის და 1%-ის ოდენობის მაქსიმალური ჯარიმის შესაძლებლობა. დაახლოებით 15 წელია არ შეცვლილა ჯარიმების ნიხრები და ამ 15 წელიწადში საბანკო სფერო ძალიან კარგად და სწრაფად განვითარდა და შესაბამისად აბსოლუტურად მართებული იყო ახლა დღესდღეობით ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ გავზარდეთ ჯარიმების ზედაზღვარი, თუმცა შენარჩუნებული გვაქვს რა თქმა უნდა ეს გრადაცია, ამიტომ ჩვენ იშვიათად ვიყენებთ მაქსიმალურ ზღვარს ზოგადად, მაგრამ გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას, მერწმუნეთ სხვა განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში გაცლებთ, რომ კაცრი მიდგომა არის. ჩვენ ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეაქს, არამედ როგორც პრევენციას. ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ამ გაზრდილი და მზარდი დარგის პროპორციული არის ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შეიტანა, ფიზიკური პირებისათვის რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 2%-დან 0.5%-მდე ამცირებს. ეროვნული ბანკი სიახლეს კონკურენტული გარემოს გაძლიერების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებით ხსნის და განახლებული სტანდარტის დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს ამ წლის 1 მაისიდან მოუხდებათ. ცვლილებების შედეგად მცირდება ვალდებულებების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელშეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისათვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას. ჩვენ შევამცირეთ სესხის წინსწრებად დაფარვის საკომისიო ზედაჭერი, აქამდე მოგეხსენებათ 2% იყო და პრაქტიკულად 4-ჯერ შევამცირეთ, ანუ 0.5% გახდა. ეს არის მნიშვნელოვანი კონკურენციისთვის და უფრო მარტივს ხდის ვალდებულების გადატანას ერთი ბანკიდან მეორე ბანკში, რაც ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ამ კუთხით საბანკო სფეროში მომხმარებლების უფლებების დაცვის მხრივ.
საზღვაოს სექტორის შემოსავალი 2024 წელს მილიარდ 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განუცხადა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უწყებების მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის დაწყებამდე. დავით ონოფრიშვილის შეფასებით სადაზღვეო სექტორი არის მზარდი. ბოლო 5 წლის განმავლობაში სადაზღვეო პრემია, ანუ სადაზღვეო კომპანიების შემოსავლები გაორმაგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი აქტიურად ერთვება და სხვადასხვა პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. სადაზღვეო ბაზრის 2024 წლის მიმოხილვა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა სადაზღვეო პრემია, ანუ შემოსავლები სადაზღვეო კომპანიების. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი აქტიურად ერთვება და იზრდება სხვადასხვა სადაზღვეო მიმართულებით ყიდვა სხვადასხვა დაზღვევების. წლევანდელი 2024-ის რიცხვი, რომელიც ახლა შეჯამდა და პირველადი მონაცემებით ეს არის უკვე მილიარდ 260 მილიონი. Ახლობით 200 მილიონზე მეტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით 2024-ში. ეს არის ძირითადად ორი მიმართულებით, სამით შეიძლება ეს უკვე პირველი რომ ზოგადად ადამიანები უფრო ჯერად სადაზღვეო პროდუქტს და მეწყიდულობენ, მეორეა ფასებიც იზრდება რა თქმა უნდა, მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევაში გაიზარდა ფასები, და არის ესე იგი ჯანდაცვაში, განსაკუთრებით ქონების და არის ასევე ავტომობილების დაზღვევაც გაზრდილია. დაზღვევისა და ეროვნული შიდა პროდუქტის ფართობა არის ძალიან ასიმეტრიული, ნიშნავს იმას, რომ საზღვაო ინდუსტრიას ზოგადად ძალიან დიდი განვითარების პერსპექტივა აქვს საქართველოში და ამ კუთხით ზრდა ყოველ წელს ხდება იმისდან მიუხედავად, რომ განსაკუთრებული სავალდებულო დაზღვევის სახეობები ან მსგავსი ტიპის სტიმულები ჯერჯერობით ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ ბაზარი მექანიკურად თავისი ძალისხმევით იზრდება. შესაბამისად ზრდა იყო შარშანაც, 12 თვით შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მოლოდინი გვაქვს დაახლოებით 17-18%-იანი ზრდა იქნება 2024 წელს შედარებით 2023 წელთან შედარებით. ძირითადად არის ის ეფექტი, რომ დაზღვეულთა რაოდენობაც გაიზარდა, მაგრამ ძირითადი ეფექტი არის ფასების ზრდა, იმიტომ რომ ის ინფლაციური პროცესები, როგორც 2023 წელს დაიწყო, 2024 წელს გამოყვა და როგორც თქვენს ეთერში არაერთხელ აღვნიშნავს, ვფიქრობთ, რომ 2025 წელს უფრო სტაბილური იქნება ეს ფასის ზრდა, იმიტომ რომ 2023-ში და 2024-ში უფრო აგრესიული ფასის ზრდა იყო და ამ ეტაპზე ველოდები შედარებით დასტაბილურობას, თუ რაიმე ტიპის სხვა ცვლილებები არ იქნება ბაზარზე. პოლიტიკურმა რისკებმა ქართული ბანკების მიმართ შესაძლოა ინვესტორთა კეთილგანწყობაზე ნეგატიურად იმოქმედოს. ამის შესახებ Fitch Ratings-ის ახალ მიმოხილვაში არის ნათქვამი, სადაც სარეიტინგო სააგენტო DST-სა და საქართველოს ბანკების მიერ ევროობლიგაციების გამოშვებას აფასებს და მიიჩნევს, რომ DST-ს და მეზობელი ქვეყნების ბანკების მიერ ევროობლიგაციების გამოშვებამ შესაძლოა რეკორდულ 2024 წელს მიაღწიოს, რაც განპირობებული არის რეფინანსირების საჭიროებით, ასევე ხელსაყრელი ეკონომიკური პირობებით და ინვესტორთა პოზიტიური განწყობებით. ველით რომ ყაზახეთის და უზბეკეთის ბანკები ამ კუთხით ლიდერები იქნებიან, წერს Fitch-ი. ამავე ანგარიშში სააგენტო აღნიშნავს, რომ არელის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ბანკების მიერ ევროობლიგაციების განთავსებას. მიუთითებს, რომ ქართული ბანკები, TBC და საქართველოს ბანკი განთავსების შემთხვევაში შესაძლოა შეეჯახონ ინვესტორთა მხრიდან ნაკლებ კეთილგანწყობას პოლიტიკური რისკების გამო, რომელიც ასახული არის ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ნეგატიური პროგნოზით. მიუხედავად ამ ბანკების მეტწილად მდგრადი და მყარი მაჩვენებლებისა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი ქართული ოცნების დამფუძნებლის სარჩილზე ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პარლამენტში გარემოს დაცვის კანონში დაგეგმილი ცვლილებებით სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევას, ავტორიზაციასთან დაკავშირებული დებულებები დაარეგულირებს და თავის მხრივ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობისათვის სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოფრქვევაზე ავტორიზაცია აუცილებელი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას ქარსაფარი ზოლის ინვესტიციის ვადის 2027 წლის 1 იანვრამდე გადაწევაზე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 11-13 მარტს ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე ზამთრის კლიმატური პირობების გამო დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოების გამო მოძრაობა მითითებულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
ევროკავშირის საელჩო საქართველოში საგრანტო კონკურსის იმოქმედე საქართველოსთვის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს. კონკურსის მიზანია უზრუნველყოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა იმ რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფებისათვის, რომლებიც ადგილობრივი თემების გადაუდებელ საჭიროებაზე საქართველოს რეგიონებში მუშაობენ. საქართველოს ეროვნული ფონდი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისათვის, რომელიც თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს და ამჟამად ვისოლ ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უმსხვილეს მომპოვებელ კომპანია Georgian Manganese საგადასახადო გირავნობა დაადო. საჯაროდ უცნობი არის, რა მოცულობის დავალების გამო მიიღო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება. საგადასახადო გირავნობის გადაწყვეტილება 2025 წლის 16 იანვრით თარიღდება. რამდენიმე დღის წინ Georgian Manganese-თან დაკავშირებულმა კომპანიამ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოები არენტაბელურია და ის აღარ გაგრძელდება. კომპანია ამასთან მნიშვნელოვან საბანკო და სახელფასო დავალიანებაზე მიუთითებს. 2024 წლის ბოლოს Georgian Manganese-ში განაცხადეს, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით საქმიანობას რამდენიმე თვით აჩერებდნენ, თუმცა კომპანია დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. 28 თებერვლის შემდეგ მაღაროელებმა ჭიათურაში გამოსვლები დაიწყეს. მიზეზი თებერვალში ხელფასების არ დარიცხვა იყო. პროტესტის მონაწილეები მთავრობასთან შეხვედრას და ჭიათურის მაღაროების მართვაში სახელმწიფოს შესვლას ითხოვენ. ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის დადგენილ 20%-იან ზღვარს გადააჭერბა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რომ ამ დროისთვის ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში განაცხადების მიღება შეჩერებულია. მან მარეგულირებლების მიერ ორგანიზებულ მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის დაწყებამდე ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით მედიასთან თელას რაც შეეხება, ნარმანია ასევე განმარტავს, რომ განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, იმის თვალისწინებით, რომ პიკური დატვირთვის 20%-იანი ზღვარი ამ შემთხვევაში ასათვისებელია. მარეგულირებელმა კომისიამ 14-დან 20%-მდე გაზარდა პიკური დატვირთვის შესაბამისად ქსელში საინტეგრირებელი მწვანე ენერგიის მოცულობა, თუმცა აღნიშნული კვოტა 2 დღეში შეივსო ენერგოპროს ქსელში. თელაში ჯერ კიდე ნახევარი არ არის შევსებული და შესაბამისად გრძელდება იქ განაცხადების მიღება. ენერგოპროში შევსების შემდეგ რა განაცხადებით შედის, ყველა მათგანი დახარვესდება. ამ ეტაპისთვის ვიდრე კანონმდებლობაში არ განხორციელდება ცვლილებები და ნეტო დარიცხვის სისტემაზე არ გადავალთ, მანამდე ჩერდება ახალი განაცხადების მიღება, თუმცა ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან და ველოდებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება შესაბამისი ცვლილებები კანონში. ჩვენი წესის პროექტიც მზად არის და შესაბამისად ზაფხულიდან შესაძლებელი იქნება ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა. 2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაზრდილი არის 5.9%-ით. საქსტატის განახლებული მონაცემებით ამ დროისათვის მითითებული არის, რომ საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით კლებას აჩვენებს, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ზრდა არის 9.3%-ით. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 9.3%-ით შემცირდა და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2%-ით. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი კი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით კლებას აჩვენებს, ხოლო გასული წლის იგივე თვესთან შედარებით ზრდა არის 5.4%-ით. აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 6.4 კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 წელს გაიხსნება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში გაფორმდა და ის 4 წელში უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას 265 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მისი კონტრაქტორი ჩინური კორპორაცია სინოჰიდროა. ზემოოსიაური ჩუმათელეთის გზის მშენებლობისათვის თავდაპირველად კონტრაქტი 2017 წელს კომპანია ასტალდისთან გაფორმდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ მასთან სამართლებრივი დავა დაიწყო.
აუდიო-ვიდეო ტექნიკის იმპორტიორებისათვის 2%-იანი გადასახადი ამოქმედა. გადასახადს ჰონორარის სახით იმპორტიორები ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას გადაუხდიან. ბრძანების თანახმად, ჰონორარის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი მოწყობილობების იმპორტი, რომელიც შეიძლება ტექნიკის მფლობელი მიერ აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების მოსმენის ან ნახვისთვის იყოს გამოყენებული და პროცესში შესაძლოა საავტორო უფლებების დარღვევა მოხდეს. ბიზნესის ნაწილში აცხადებენ, რომ მათ იმპორტირებულ აუდიოტექნიკაზე დაწესებული გადასახადის გადახდა უკვე დაიწყეს. განმარტავენ, რომ ინვოისებს თავად ასოციაცია შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციაში აგზავნის. რა ხდება ამ ცვლილებით ბაზარზე, როგორ აისახება ეს სიახლე ტექნიკის ღირებულებაზე და რაში იხდიან იმპორტიორები დამატებით 2%-ს? ანუკა ჯოხაძე არკვევდა. პირადი ელექტრონული მოწყობილობით ინტელექტუალურ საკუთრებას დაქვემდებარებული კონტენტის მოსმენა თუ ნახვა ფასიანი გახდა. საფასურს მაგალითად ერთჯერადად მოსმენილი რომელიმე სიმღერისთვის პირდაპირ არავინ მოგთხოვთ, თუმცა ჰონორარს ავტორ-შემსრულებლები ერთჯერადი გადასახადიდან მიიღებენ. აუდიო-ვიდეო ტექნიკის და მისი ნაწილების იმპორტი დამატებით პროდუქციის ღირებულების 2%-ით დაიბეგრება. 2024 წლის ოქტომბრით დათარიღებული ცვლილებით გადასახადის ადმინისტრირება ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მხრიდან მოხდება. საკპატენტში განმარტავენ, რომ სიახლე ქართული რეალობისთვის საერთაშორისო ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართველი ორგანიზაცია ახორციელებს ადმინისტრირებას უფლებების მართვის პროცესში, რაც გულისხმობს იმას, რომ რეგულარულად გულმოდგინედ და მაქსიმალური სიზუსტით გაანაწილოს მიღებული შემოსავალი უფლებების მფლობელებზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართველი ორგანიზაცია მისი ფუნქციის ფარგლებში შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარი, იტოვებს ადმინისტრირების ხარჯებს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შეგროვებული ჰონორარის 20%-ს. აღნიშნული ცვლილება საკანონმდებლო დონეზე გაიწერა მას შემდეგ, რაც აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანიის 2023 წლის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ IP საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართველი ორგანიზაციის მიერ უფლებების მართვისათვის განკუთვნილი ადმინისტრაციული ხარჯებისა და სხვა მომსახურების ჯამური ოდენობის პროცენტული ურთიერთმიმართება შეგროვებულ ჰონორართან შეადგენდა 47%-ს 2021 წელს და 40%-ს 2022 წელს. საკპატენტში აცხადებენ, რომ კანონი ამ ვალდებულებას წლებია ითვალისწინებს, თუმცა აღსრულება ამ დრომდე არ ხდებოდა. რა თანხის მოგროვებას ელოდებიან უწყებაში რთული სათქმელია, თუმცა ანგარიში ყოველწლიურად საფინანსო წლის დასრულებიდან მაქსიმუმ 8 თვეში უნდა მომზადდეს. რა თანხის მოგროვებას ელოდებიან ასოციაციაში რთული სათქმელია, თუმცა ანგარიში ყოველწლიურად საფინანსო წლის დასრულებიდან მაქსიმუმ 8 თვეში უნდა მომზადდეს. ინიციატივა ბიზნესის მხრიდან მოწონებული არც ერთ ეტაპზე ყოფილა. 2017 წელს კრიტიკასთან ერთად ტექნიკის იმპორტიორმა კომპანიებმა ალტამ, ოკეიმ და ზუმერმა კოლექტიური საჩივარიც დაწერეს. თუმცა რისკი, რომ ახალი 2%-იანი მოსაკრებელი პროდუქციას გააძვირებდა, გათვალისწინებული არ ყოფილა და პროტესტად დარჩა. UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი წლების შემდეგ გვიხსნის, რომ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციისგან მის კომპანიას შესაბამისი გადასახადის გადახდის მოთხოვნაზე 2025 წელს მისწერეს. მისი თქმით, ავტორიზებული ასოციაცია ბიზნეს შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბეგრავს, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს პროდუქტს გაუძვირებს. კომპიუტერული ტექნიკის წარმოებელი კომპანიები ჩვენი ან UPS-ის ქსელის საშუალებით ქმნიან სხვადასხვა ქვეყანაში საწყობებს, სადაც საგარანტიო მიზნით წინასწარ ინახავენ ამ სათადარიგო ნაწილებს. ჩვენ ეს საქონელი წინასწარ შემოგვაქვს საქართველოში, რა თქმა უნდა, ვიხდით დერეგეს და იმპორტის გადასახადებს. და ეს უკვე გახდა დამატებითი ტვირთი. პოტენციურად მე თუ დამხსოვრებელი მოწყობილობა შემოვიტანე, ესე იგი შეიძლება ამაზე რაღაც მუსიკალური ნაწარმოები ჩავიწერო და ვიღაც უფლებები დავარღვიო და წინასწარ 2% უნდა გადავიხადო, მაგრამ ამ ნაწილში, როდესაც საგარანტიო მომსახურებას უზრუნველყოფ მე და მხოლოდ ამ მიზნით შემომაქვს და ეს საქონელი ბაზარზე არ ხდება, ან გამოდის, რომ სულტყუილად დამატებით ორმაგად ვიხდი ამ სათადარიგო ნაწილზე დამატებით 2%-ს. ქართველი ავტორები იმპორტიორებისთვის ახალი გადასახადის შემოღების იდეას იწონებენ და ამბობენ, რომ შესაბამისი ნაბიჯები ამ კუთხით დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო. ჩვენი რესპონდენტების შეფასებით, მათი უფლებები წლების განმავლობაში ირღვეოდა და ბიზნესს თხოვენ საკითხს გაგებით მოეკიდონ. ძალიან დაუცველი იყო ჩვენი საავტორო უფლებები, ჩვენი იგივე რაღაცა შემოქმედების
პროდუქტი, ასე ვთქვათ, ხო, ვისაც არ ეზარებოდა, იწერდნენ, ამრავლებდნენ, ყიდიდნენ და ჩვენ აქედან თქო არანაირი შემოსავალი არ ქონდა და მეტიც ზარალდებოდა ჩვენი ოფიციალური ჩანაწერები და ჩვენი დისკები აღარ იყიდებოდა. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ პირობებში და მით უფრო როცა ესეთი პრობლემური ხანა გვიდგას, ხო, ყველას რა და სამალია ხელოვანებს მით უმეტეს. ეს ძალიან დიდი სტიმულია, რომ ვიღაცა გაფასებს, ვიღაცა შემოქმედებას ჯეროვნად უყურებს, ვისაც ცოტა არ ესმის, რა საჭიროა, მინდა მათ აი თხოვო, რომ უბრალოდ გაგებით მოეკიდონ. ეს მათთვის შეიძლება მიზერია და ჩვენთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ვიმეორებ, აი დამოუკიდებლობის და ნორმალური არსებობის დამატებითი, ასე ვთქვათ, გარანტია. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია საავტორო უფლებების მიმართულებით ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია, რომელმაც აკრედიტაცია საკპატენტისგან 2023 წელს მიიღო. ასოციაციაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად 2%-იანი მოსაკრებლით მიღებული შემოსავალი ქართველ ავტორებს თვეში დამატებით 250-280 ლარის შემოსავალს უზრუნველყოფს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, არის თვეში თითო უფლება მფლობელზე გასაშუალოებული შემოსავალი, სადღაც 250 ლარი გამოდის, 280 ლარი შეიძლება გამოვიდეს. მეორე კრიტერიუმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსოფლიოს სხვადასხვა ანუ გლობალურად გამოიყენება, არის რამდენის გადახდა უწევს ერთ სულ მოსახლეს წლის განმავლობაში ამ ტარიფის. ჩვენი გამოთვლებით ეს არის დაახლოებით 1 ევროს ფარგლებში. ანუ თქვენ მე ერთ სულ მოსახლეს, ერთ ჩვეულებრივ ადამიანს საქართველოში გასაშუალოებულად უწევს წელიწადში 1 ევროს გადახდა ამ კომპენსირებისთვის, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ სამართლიანი შეიძლება ჩაითვალოს და არ უნდა დაგვენანოს არავის ამ თანხის გადახდა. საკპატენტში ამბობენ, რომ 2%-იანი გადასახადის ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბერს ბიზნესმა კიდევ ერთხელ გაასაჩივრა. უწყებაში იმპორტიორების მხრიდან კიდევ 2 სარჩელია წარდგენილი, რომლითაც 2024 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ. საკითხზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. მოდავე მხარე მედიასთან თემაზე ჯერ არ საუბრობს. დღეს თბილისი მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნას მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორი 6 მარეგულირებელი უწყება, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სემეკი, დაზღვავის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო არიან, რომლის ფარგლებშიც უწყებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებს გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს განიხილავენ. რა პროგრესი აქვს ქვეყანას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიმართულებით და სად რჩება გამოწვევები. ელნი გოგბერაშვილი სიუჟეტში გიყვებით. მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს უკვე მესამედ მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულით უერთდება. ორგანიზატორი 6 მარეგულირებელი უწყება, რომლებმაც საზოგადოებას მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესის და გამოწვევების შესახებ ჩააბარეს ანგარიში. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სფეროში ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა წლები არსებობს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული twinning-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროდირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდეა გაზრდილი. მისი თქმით, 2024 წელს მომხმარებლის სასარგებლოდ დაახლოებით 600,000 ლარზე მეტი ანაზღაურდა. მომართვენობის მაჩვენებელი კი გაორმაგებულია, ხოლო საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. მიუხედავად პროგრესისა, მთავარი გამოწვევა კვლავ ცნობიერების ამაღლებაა რეგიონებში და განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში. ჩვენ მიმართულებით 2 წელია უკვე კანონმდებლობა ძალაშია, 2 წლის სურათს თუ შევხედავთ, ჩვენ საკმაოდ ბევრი განაცხადი გვაქვს განხილული და საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომელიც ვთვლით, რომ მნიშვნელოვნად შეცვალა გარემო და ერთის მხრივ მოვაჭრეები, ბიზნესი გახადა უფრო ინფორმირებული საკუთარი ვალდებულებების შესახებ და მეორეს მხრივ მომხმარებლები არიან უფრო ინფორმირებული საკუთარი უფლებებისა და გარანტიების შესახებ. 2 წლის სურათს თუ ავიღებთ, დაახლოებით 1500-ზე მეტი განაცხადი აქვს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს განხილული. ძირითადი განაცხადები მოდის ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით, დაახლოებით 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება. გაზრდილია მომართვიანობა, თუ ჩვენ მაგალითად შევხედავთ 2025 წლის 2 თვეს და შევადარებთ გასული წლის იგივე მაჩვენებელს, დაახლოებით 60%-იანი ზრდა გვაქვს განაცხადების მიღების მიმართულებით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ. მისი თქმით, სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციები მიზნად ისახავს, რომ გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი. მომხმარებლებმა მიიღონ მაღალი სტანდარტების შესაბამისი კომუნალური მომსახურება, ამასთანავე ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი უფლებები დაცულია და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის გადაცდომას, მომხმარებელს დაიცავს მარეგულირებელი კომისია. მხოლოდ გასულ წელს 3000-ზე მეტი მომხმარებლის საჩივარი განცხადება დარეგისტრირდა კომისიაში, ყველა მათგანი იქნა განხილული. თითქმის 3 მილიონ ლარამდე არასწორად ან ზედმეტად დარიცხული ან კიდევ ხანდაზმული დავალენების სახით ჩამოეწერათ მომხმარებლებს და გარკვეული კომუნალური სერვისების დაგვიანებით მიწოდებისთვის 800,000 ლარამდე მომხმარებლის სასარგებლოდ მოუწიათ კომპენსაციების გადახდა კომუნალურ კომპანიებს. მომართვიანობა ყველაზე მეტად იყო წყალმომარაგების სექტორში, სადაც 1,600,000 ლარზე მეტი ჩამოეწერა გასულ წელს, შემდეგ იყო ელექტროენერგეტიკის სექტორი დაახლოებით 1 მილიონ ლარამდე ჩამოეწერა და ყველაზე მცირე იყო დაახლოებით 200,000 ლარამდე ჩამოწერილი თანხები გაზმომარაგების სექტორში. სატეზღვევო სფეროში მომხმარებლის უფლებები დღეს ბევრად მაღალ დონეზეა, ამბობს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი. დავით ონოფრიშვილის თქმით, ზედამხედველი საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს და მომხმარებელთა საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. როგორც ირკვევა დაზღვევის სექტორის მარეგულირებელს, ძირითადად მომხმარებლები ზარალის არასწორად შეფასების გამო მიმართავენ. მომხმარებლების უფლებების დაცვა დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა. ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით, რადგანაც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. პრაქტიკულად დღეს ბევრ საკითხში უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ. მომხმარებლების დაახლოებით 90%-ის პრეტენზიისა ხდება ხოლმე დაკმაყოფილება, როცა ჩვენი ჩარევა ხდება უმეტეს შემთხვევაში. ხშირია ესეთ თემები, როცა ანაზღაურების თანხაზეა ლაპარაკი, რომელიც შეფასებებით ხდება და ხშირად არ ეთანხმება ხოლმე მომხმარებელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიასთან მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით საბანკო სექტორის მარეგულირებლის მხრიდან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და გასულ წელს სეფში შექმნილი დავების განხილველი კომისიის საქმიანობა შეაჯამა. ნათია თურნავა ამბობს, რომ არაავტორიზებულ გადახდებთან დაკავშირებით მომხმარებლის საჩივრების 80%-ზე მეტი სწორედ მომხმარებლების სასარგებლოდ წყდება. ავამოქმედეთ ეს კომისია 2024 წელს, მთელს ამ პერიოდში, ესე იგი 90 დავა იქნა განხილული მომხმარებლებსა და საფინანსო სექტორის ინსტიტუციებს შორის, რომელიც შეეხება მაგალითად არაავტორიზებულ გადახდებს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ბარათით, ასევე მობაილ ბანკით და აქედან გამომდინარე ამის ასე ვთქვათ გადახედვის და დავის დარეგულირების კარგი გზა არის თანაც უფასო ნებისმიერი კლიენტისთვის. მინდა ვთქვა, რომ განხილული დავებიდან 85% მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და 300,000 ლარამდე აუნაზღაურდათ დანაკარგი დაზარალებულ მომხმარებლებს. მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თბილისის შემდეგ შეხვედრები რეგიონებში გაგრძელდება. მომხმარებლებთან სამუშაო საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმში. საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა. ერთ თვიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით თითქმის 6.5%-ით იკლო და $5.40 შეადგინა. თურქმენეთი ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისათვის მზად არის და ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის შეფასებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო გეგმამ შესაძლოა ინფლაცია გამოიწვიოს. ჩინეთში დეფლაცია 15 წლის მინიმუმზეა. ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით მწარმოებელთა ფასების შემცირების მაჩვენებელი 2.2% შეადგენს.
თურქმენეთი ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის ემზადება. ყოფილმა პრეზიდენტმა და სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ ექსპორტის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა. ბენდი მუჰამედოვი 2024 წლის მარტში აღნიშნავდა, რომ თურქეთისა და ევროპისათვის თურქმენული გაზის მიწოდებას აპირებდა, ხოლო შესაძლო მარშრუტებად ასახელებდა კასპიის ზღვა, აზერბაიჯანს, საქართველოს მარშრუტს ევროპის გაზსადენების სისტემით შემდგომი ტრანსპორტირებით. ასევე განიხილება ირანის მარშრუტი, თუ ირანული ინფრასტრუქტურის ტრანზიტზე თეირანთან შეთანხმება იქნება მიღწეული. 2023 წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ბერდი მუჰამედოვი ამბობდა, რომ გალკინიშის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც თურქმენულ ბუნებრივ აირზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ის ტრანსკასპიურ გაზსადენს თურქმენული გაზის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისათვის მაშინაც პერსპექტიულ მეგაპროექტად ასახელებდა. ბერდი მუჰამედოვი ამჯერადაც მიიჩნევს, რომ თურქმენეთი გაზის მიწოდების საკითხებში ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობისათვის ღია. მისი თქმით, ენერგეტიკულ სექტორში ევროპასთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული ბაზარი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და აშხაბადის და ევროკავშირის პარტნიორობა ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს. პროექტის მიხედვით ევროპულ ბაზარს 30 მილიარდი კუბური მეტრის თურქმენული გაზი ყოველწლიურად მინიმუმ 30 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. ჯერჯერობით დასავლეთისთვის თურქმენული გაზის მიწოდების ერთადერთი გზა ყაზახეთის და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო მილსადენებია. ტრანსკასპიური გაზსადენი თურქმენეთს შესაძლებლობას მისცემს ევროპას გაზი რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქმენეთის ტერიტორიით მიეწოდოს. თურქმენეთის საგარეო უწყება ღიად აღნიშნავს, რომ ქვეყანა ამ იდეას არა მხოლოდ ეკონომიკურად და კომერციულად მომგებიან პროექტად განიხილავს, არამედ ენერგეტიკული ნაკადების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. 2025 წლის იანვარ-თებერვალში უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზიარი 212.114 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული. გასული წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებითაც ასრულებდა ფრენებს, რაც ამ ეტაპზე შეჩერებულია. ავიაკომპანია 15 აპრილიდან ჰამბურგის და 29 აპრილიდან მადრიდის მიმართულებით აღადგენს ფრენებს. მგზავრების შემცირებაც სავარაუდოდ ამას უკავშირდება. უკვე რამდენიმე წელია უნგრული ავიაკომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია და ვიზიარი 2024 წელს ქუთაისის აეროპორტიდან 1.200.000 მგზავრზე მეტს მოემსახურა. საავიაციო ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა ამაჩვენებლით კომპანიამ. ამ ეტაპზე ავიაკომპანია კვირაში 60 სიხშირით ასრულებს ფრენებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აღნიშნავს, რომ USAID-ის პროგრამების 83% გაუქმდება. რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ დარჩენილ პროგრამებზე თანხას სახელმწიფო დეპარტამენტი უფრო ეფექტიანად დახარჯავს. 6 კვირიანი განხილვის შემდეგ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5200 კონტრაქტზე, რომლებიც ახლა გაუქმებულია, $10 მილიარდი დაიხარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა შტატების საკვანძო ეროვნულ ინტერესებს. კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამების 18%, ანუ დაახლოებით 1000 ცალი უფრო ეფექტიანად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, წერს რუბიო. და მადლობას უხდის ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ამ ისტორიულ რეფორმაზე საათობით იმუშავა. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ცნობილი როგორც USAID-ის გავლით იღებდნენ. ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, რომელთა შორისაც არის საქართველოც. საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ლატრიბუნთან ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. მინისტრი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და მირაჟ 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისათვის AA
AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის. გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC-ის ტიპის მსუბუქი ტანკების და ვაბის ჯავშან ტრანსპორტიორების გადაცემას, რომლებსაც ადრე საფრანგეთის ჯარები იყენებდნენ. ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. სებასტიან ლეკორნუს თქმით, Dassault Aviation-ი, რომელიც 2024 წლის წელში თვეში 2 ერთეულ Rafale-ს მოიერიში თვითმფრინავებს აწარმოებდა, მომავალ წელს 4-5 ერთეულამდე გაზრდის მის წარმოებას. ასევე არის სურვილი, რომ 2026 წლისათვის გააორმაგონ AASM-ის საავიაციო ბომბების წარმოება და 2025 წელს გაორმაგდება BDA-ის ტანკ საწინააღმდეგო რაკეტების წარმოებაც. ჩინეთის მასშტაბით ეკონომიკური სირთულეები გრძელდება, ქვეყანაში დეფლაცია და წინა წელთან შედარებით მწარმოებელთა ფასების შემცირების მაჩვენებელი 2.2%-ია, რაც ბოლო 15 წლის მინიმუმია. ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება კი იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარხნების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოებისათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს. ჩინეთის მთავრობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი წლიური ზრდა აქვს გათვლილი. და გამოშვების მიწურულს ან და სხვა ამბებს BMG-ს პარტნიორები ჩვენ სატელევიზიო ეთერებთან ერთად მუდმივად განახლებათ რეჟიმში BMG-ს ვებ პლატფორმაზე წლებია სანდო და გადამოწმებული სიახლეების სახით იღებს და მადლობა თითოეულ მკითხველს და პარტნიორს, რომელთა ინტერესიც მუდმივად მზარდია, რაც BMG-ს გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ნდობისთვის და ინტერესისთვის, რომელსაც BMG-ს პროდუქტების მიმართ იჩენთ. BMG-ს მკითხველის რაოდენობა თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მაგალითად თუ შევატარებთ წინა წლის მაჩვენებელს, წლევანდელ მაჩვენებელს, ვნახავთ, რომ საგრძნობი ზრდაა BMG-ს ვებთან მიმართებით. BM-G-ს კითხულობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც და იმ კონტენტის და ინფორმაციის შესაქმნელად, რომელიც BM-G-ზე ყოველდღიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით თავსდება, მუშაობს ბევრი ადამიანი თავდაუზოგავად, ისინი აგროვებენ სხვადასხვა ინფორმაციას და ანალიტიკურ სიახლეებთან დაკავშირებულ ამბებს ყოველდღიურ რეჟიმში გიზიარებენ. Google Analytics-ის მონაცემებით საკმაოდ მაღალი ტემპით 40%-ზე მეტად იზრდება ჩვენი მკითხველების რაოდენობა და 2025 წლის იანვარ-თებერვალში ჩვენს ვებგვერდზე BMG-ზე გამოქვეყნებული სტატიები, ვიდეოები თუ სხვა მასალები მთლიანობაში 7.800.000 ჯერ წაიკითხეს, რაც საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელი არის, 40%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს ჩვენი ვებგვერდი წლიურ ჭრილში. ქვეყნის მთავარ ბიზნეს მედიას ქართველი მკითხველის გარდა შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან და ნორვეგიიდანაც აქტიურად კითხულობენ. მონაცემებით ცხადყოფს, რომ ნდობა იზრდება, ცნობადობაც გავრცელების არეალიც. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება იმ ბიზნეს თუ ეკონომიკური სიახლეებით, რომელსაც BMG წლებია დიდი მონდომებითა და სიფრთხილით ქმნის. BMG-ს მზარდი რეიტინგის მთავარი საიდუმლო არის ნდობა, რომელიც მკითხველებს ჩვენ მიმართ გააჩნია და ამ ნდობას BMG-ს თითოეული ჟურნალისტი ძალიან უფრთხილდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და ასე დღემდე და ასე გავაგრძელებთ მომავალში, რომ ნებისმიერ სიახლეს, რომელსაც მკითხველი გაეცნობა BMG-ზე, ის შემდეგ არ წავიდეს და სხვაგან არ გადაამოწმოს. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. ჩვენი სპეციფიკა ასეთია. ყველა იმ ინფორმაციას უნდა მოვუყაროთ თავი, რომელიც გადასახადის გადამხდელისთვის საინტერესოა, მნიშვნელოვანია, საჭიროა. ამ დროს ბიზნეს სექტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მუდმივად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათი ხმა ისმოდეს. მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესი თავისუფლად საუბრობდეს, თავის წარმატებებს თუ გამოწვევებს გვიზიარებდეს და ჩვენს ფართო აუდიტორიასთან მიგქონდეს. თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისთვის სირთულეც ბევრია, თუმცა BMG-ს გუნდი ყოველდღიურად ცდილობს, რომ ამ ყველა სირთულის მიუხედავად თავის ერთგულ თუ ახალ მკითხველს სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.
ბიზნეს მედიის პროფილიდან გამომდინარე ორი ძირითადი წყაროა ჩვენი ბიზნესი, რომელთანაც გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, თუმცა ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში ძირითადად გვიწევს წეროთ იმაზე, რა გამოწვევების წინაშეა დღეს კერძო სექტორი, რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ და ასე შემდეგ. და მეორე წყარო ასევე ჩვენი ინფორმაციის არის სახელმწიფო უწყებები, რომელთანაც ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო უწყებებიდან გართულდა საჯარო ინფორმაციების გამოთხოვა, ძველებურად მარტივად ვეღარ ვწერთ ინტერვიუებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, BMG-ს ძალიან კარგი გუნდი ახერხებს ერთგვარი ბრძოლის ფასადაც მოიპოვოს ხოლმე სტატისტიკური მონაცემებიც, ჩაწეროს ინტერვიუები, თუნდაც წერილობითი ფორმით მიიღოს პასუხები იმისთვის, რომ ჩვენს მკითხველებს, გადასახადის გადამხდელებს ქონდეთ ზუსტი გადამოწმებული ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. BMG განვითარებას არ წყვეტს. თითოეული თანამშრომლისთვის მკითხველის ნდობა მოტივაციაა, რომ უფრო მეტი, საინტერესო და სანდო ინფორმაცია შეაგროვოს, მათთან მიიტანოს. შესაბამისად, წინ კიდევ ბევრი მილიონი ვიზიტია, კიდევ ათასობით ახალი მკითხველი და კიდევ ბევრი ახალი არეალი.